საფრთხო ჩაწოდება, ბურთი რჩება საჯარიმოში დარტყმა და მცირე მანძილით 105-ელთა დარტყმის შემდეგ. მარჯვენა ფრთიდან შეიძლება კარგი შეტევა, შერიფი არის შეტევაში ჩააწოდა მაღალი ბურთი, დარტყმა და მეკარე თამაშობს კარგად ამ ეპიზოდში. ნახოთ იქნება ალბათ რაღაცა გადაადგილება, შეიძლება არ ვიცი ვერ გეტყვით და განგარიში გაიხსნა ამასობაში მე სადამ ცვლილებას ვაკვირდებოდი მამაგეიშვილი გატანილი გოლის ავტორი ძალიან დიდი ბოდიში გამოჩა გოლი გიზო მამაგეიშვილი გატანილი გოლის ავტორი განმეორებით ნახავთ ჩვენ ამ ეპიზოდს აუცილებლად და კიდევ ერთხელ ზუსტად შევაფასებთ რა როგორ მოხდა კვერკველია კარგი ამ ეპიზოდში, მან ითამაშა ზუსტად დაატოვებინა ბურთი მეტოქეს, მაგრამ პასი წინ არავინ არ ელოდა ამ ბურთს ატომღაც და ისევ თბილისელი ფეხბურთელების შორიდან დარტყმა და კლიაიჩი თამაშობს ზუსტად ამ ეპიზოდში. სახიფათო იერიში და ყოჩახ ამ ეპიზოდში კლიაიჩი, ყოჩახ კლიაიჩი, თუმცა ვერ შეიმაგრა ბურთი, მაგრამ არა ჯარიმა დაფიქსირდა საბოლოოდ მოდი ნახოთ დეტალურად ეს ეპიზოდი. აი აქ რა ხდება? აქ თამაშგარი არ არის. კოხრეიძე საჯარიმოშია, ნადარაია კარგად გაეხსნა ჩაწოდება და გადარჩა. გერენაია იყო დასწრებაზე ძალიან კარგი. ყველაფერი კარგად გააკეთეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა კოხრეიძეს პასი აღსანიშნავი და ბოლო გადაცემა უკვე ნადარაიასი იყო და იონსენმა ვერ მოახერხა დარტყმა. ხედავთ რა კარგად შეაფასა სიტუაცია კოხრეიძემ. შერიფი თავიდან თითქოს კარგი იყო, მაგრამ კარგად შეაფასა სიტუაცია. საბურთალოს ფეხბურთელმა იონსენი შეიძლება დარტყმა და რეალური შანსი. ყველაზე რეალური ალბათ რომელიც ვერ გამოიყენა პაატაღუდუშაურმა. საჯარიმოში კარგ პოზიციაში მიუვიდა მას ბურთი, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა. მოედანს კი გიგაური დატოვებს და შემოვა ფაცაცია. მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდება იონსენი, პასი ძალიან კარგი, ფაცაცია დარტყმა და მაკარიძემ აიღო ურთულესი ბურთი ბასილაძე შეეძლო. გატანა ძალიან ახლო მანძილიდან უთხოვდა